მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენი ეთერით მივესალმები სინდისის პატიმრებს. რაც შეეხება კალაძის ნათქვამს, არ ვიცი, ჩვენ ხო ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენ ხო გვახსოვს სხვა დროსაც უხვინალეკი, გვახსოვს წვიმები, ესეთი რაღაცა, რა ვიცი, გახსოვთ მე რა ბერხა. მე არ ვსაუბრობ 13 ივნისზე, ხო? კი, ყოფილა უფრო უხვინალეკიც, მით უმეტეს, როდესაც ძველი კომუნიკაციები იყო გზებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მაგრამ ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა ხოლმე. საკმარისია, ყოველ წვიმაზე მოვიდეს ცოტა. ანუ ეხლა გაუარესებულია ამას. არ რა ვიცი, მე ესეთი დაკვირვება მაქვს, იმიტომ რომ ერთი საკითხი არის, როდესაც მდინარე ადიდდება და წყალდიდობას იწვევს, ეს სხვა რამ არის. იყო 13 ივნისი, ვერ შემთხვევა, აქ მტკვარი გვაქვს, მტკვარით შეიძლება ადიდდეს, მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც მდინარის სანაპირო არის ძალიან შორს, ჩვენ ხედავთ ჩვეულებრივ წყალდიდობებს. დიდდიღომში, ვაკეში, საბურთალოზე, გლდანში. მაშინ, როდესაც ათეულობით მილიონი იხარჯება ამ გზების რეაბილიტაციაზე, მხოლოდ რაღაცა გარეგნულ იერზე ზრუნავენ თითქოს საგზაო მოძრაობის მოწესრიგებაზე, რამდენი თვე იყო ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი, რამდენი თვე იყო გადაკეტილი წერეთლის გამზირი თბილისში. ნებისმიერი ამაზე ბევრად უფრო პატარა წვიმაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ვერ გაიარო უბრალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, ვერ გაიარო წერეთელზე, ვერ გაიარო ახალ რეაბილიტირებულ გამზირებს თვლი. სხვა ქუჩებს არ ვამბობ, ხო? იტბორება ფაქტობრივად ქალაქი, დიდი დიღომი, ცოტა ხნის წინაც, 1-2 კვირის წინ, 3 კვირის წინ, როდესაც იყო ეს წვიმა, იყო პრაქტიკულად, რა ვენეციას ეძახის ხალხი, უკვე ისეთი მდგომარეობა არის. რატომ? იმიტომ რომ ის სადრენაჟე სისტემები, წვიმის კოლექტორები ფაქტია და ამაზე საუბრობენ ჩვენი კოლეგებიც, ოპოზიციონერი კოლეგები, ნიკა ჩერქეზიშვილი, ჩემი კოლეგა ვატო სურგულაძე, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, რომ არ არის სათანადო, ანუ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ხო? ის ჭებიდან პირიქით ასხამს წყალი ზემოთ გეიზერივით. და რა თქმა უნდა, წვიმა ყველგან მოდის. ბუნება არავის არ ეკითხება თუ როგორი გამოვლინებით შეიძლება თავს დაგვატყდეს, ხო? კახეთის სტიქია გვახსოვს ცოტა ხნის წინანდელი, მაგრამ როდესაც შენ წინასწარ შეგიძლია რაღაცა განჭვრიტო და მსგავსი შემთხვევებისთვის მოემზადო, მით უმეტეს, როდესაც ხარჯავ ამდენ ფულს, ხო? ეს ხომ ელემენტარული რამ არის სადრენაჟე სისტემის, სანიაღვრე სისტემების და წვიმის კოლექტორების შესაბამისად დამონტაჟება და მომზადება. ფაქტია, რომ მტკვარი ხო არის მთავარი სანიაღვრე, ბუნებრივი სანიაღვრე ამ ქალაქის. მტკვარი არ გადმოსულა, მე მგონი, ნაპირებიდან პირიქით. მტკვრის სანაპიროზე მიღმა და მიმდებარე ტერიტორიები იყო მთლიანად დატბორილი, ხო, მანქანები საერთოდ ვეღარ გადის. ეს რისი ბრალია? სწორედ იმის, რომ ხელისუფლებას თქვა, რომ წინა წლების განმავლობაში სანამ გახდებოდი, მე გზებს ზედაპირულად აგებდნოდო. ჩვენ ყველა გზასო კაპიტალურად ვაკეთებთო და ახალ გზებზე ვაწესრიგებთ ამ სანიაღვრე სისტემას. ახალი გზა არ არის ჭავჭავაძის გამზირი, ახალი გზა არ არის წერეთლის გამზირი, რავი, საერთოდ ახალი უბანი არის დიდი დიღომი. იმის ბრალია, რომ ამ ქალაქში მოაწყვეს ურბანული გენოციდი. და ურბანული გენოციდი მოაწყვეს, იმიტომ რომ თითოეული იმ მშენებლობის ნებართვიდან, ტენდერებიდან, ყველაფრიდან მიაქვთ ფული. ყველგან არის კორუფციული ინტერესი. თბილისში გამომდინარე იქიდან, რომ მთელ ქვეყანაში ყველაზე მეტი ეკონომიკური ინტერესი და სივრცე არის ამ ქალაქში, მშენებლობის ნებართვების თვალსაზრისით, ხო, 1,5 მილიონი ქალაქი არის. 1,5 მილიარდი ბიუჯეტით არის, ხო? ეს გზების რეაბილიტაცია იქნება თუ სამშენებლო ნებართვა იქნება თუ სკვერების მოწყობა, ცხადდება ტენდერები, ყველგან არის ინტერესები იმ ადამიანების, რომლებიც არიან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულები, ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად, ზოგი ოჯახით, სისხლით, ნათლი მირონით. რას გავს ეს თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არის თელს სახელმწიფო აპარატში ყველა სახელმწიფო უწყებას შორის ყველაზე კორუმპირებული უწყება. მისი ხელმძღვანელის კახა კალაძის თამადობით. ხო, ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხომ ეს ვნახეთ. ზოგიერთი შემთხვევა, აგერ პირდაპირ ივანიშვილის პროკურატურის მიერვე არის წაღებული და ვნახეთ, ხო, სხვადასხვა გამგეობის თანამშრომლები. შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვაგებ პასუხს ახლა. ხო, ანუ ეს არის ყველაზე უპასუხისმგებლო სიტყვები, რაც შეიძლება ნებისმიერმა სახელმწიფო
მოხელემ თქვას და მით უმეტეს პოლიტიკოსმა თქვას. მე ჩემ თავზე ვაგებ პასუხსო, ანუ გამოდის რომ არაფერზე აგებს პასუხს. იმიტომ რომ შენ როდესაც ამხელა ქალაქს მართავ, შენს დაქვემდებარებაში მყოფი პირები, როდესაც ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, როდესაც ბრალდებულები არიან, ხილებულები არიან და პასუხისგებაში მიცემულები არიან კორუფციული დანაშაულისთვის, ხო? როდესაც ბაგაბაღების და ბავშთა კვებიდან არის მილიონობით ფული მოპარული, ხო? სხვადასხვა კორუფციული სქემით. როდესაც ასეთი ტენდერები არის, არც გარემოზე ზეგავლენა აინტერესებთ 65 და 70 სართულიან შენობებს აშენებენ იმ ადგილებში, სადაც შეიძლება მწვანე სივრცეები ყოფილიყო და ეს ქალაქი ამას ვეღარ უძლებს, ხო? თავის დროზე დაგეგმარება მისი როგორიც იყო, ეს ჯერეთი არც ამ რაოდენობის ხალხზე იყო გათვლილი, ხო? და არც ამ რაოდენობის მოძრაობაზე. ჩააბეტონეს ქალაქი, მიწას ვეღარ ნახავ რეალურად, ხო? სკვერებსაც კი ბეტონზე აშენებენ. ხშირ შემთხვევაში ბევრი მინახავს ასეთი. ხო და ამუხნალებს ვეღარ იწოვს ეს მიწა, აღარა აქვს მიწამდე მისასვლელი რეალურად. ამიტომაც გროვდება ამის დამცავს ვერც საკმარის კოლექტორებს აკეთებენ, ვერც საკმარის სანიაღვრეებს აკეთებენ და ისე გამოდის რომ ეს ქალაქი გადაიქცა ბეტონის ჯუნგლებად, რომლისთვისაც ის გათვლილი არ იყო. თუ ქალაქის განვითარება გინდა, ის უნდა განავითარო ვერტიკალურად, ხო? სხვაგან უნდა განევითარებინათ, გარშემო უნდა განევითარებინათ და არა ის რომ ცენტრალურ უბნებში და მომიჯნავე უბნებში აეშენებინათ 70 და 65 სართულიანი კორპუსები ერთმანეთის გვერდით, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ქალაქის იერსახე მთლიანად არის დამახინჯებული. მხოლოდ და მხოლოდ არიან იმაზე ორიენტირებულები, რომ დეველოპმენტში ვიღაცამ წილი მისცეს, სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელს, თანამშრომელს, ასე გასუქდნენ, ასე გაგსუვდნენ და ის თუ როგორ ქალაქში და როგორ გარემოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები, ეს მათ საერთოდ არ ადარდებთ. ეხლა ანალოგიური შემთხვევა იყო და უნდა გავავლო კიდეც პარალელი თელავშიც. იქ სხვა მასშტაბია მესმის, მაგრამ ის მდინარე საერთოდაც არ მოდის, ის თელავის ხევი. დროებითი მდინარე არის, პერიოდული მდინარე არის. და იცის ხოლმე წყალმოვარდნები, მაგრამ როდესაც შენ არ აკეთებ შესაბამის პრევენციას, ხო, არ გეგმავ ისე ღონისძიებებს, რაც შენს ხელთ არის. არ წმედ იმ დამბებს, რომელიც იქ იყო გაკეთებული, ხო? დინარის პირში ბეტონს რო ჩაასხამ, კალაპოტს რო დაუვიწროვებ და იქ ააშენებ ძალიან საეჭვო შენობა ნაგებობებს, რომლებზეც თვითონ კობახიძე იძახის, რომ აქ დარღვევით იქნაო ეს გაცემულიო, ნებართვებიო და საერთოდაც გენერალური გეგმა არა აქვს განაშენიანების თელავს. მესამე საკრებულოა, მესამე მოწვევის საკრებულო მსჯელობს ამ ხელა ქალაქის, საქართველოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის გენერალურ გეგმაზე. რატომ? იმიტომ რომ იქაც კორუფციული ინტერესები არის, ყოველთვის კომერციულთან გადაჯაჭვული. ჩვენში გააკეთეს გენერალური გეგმა, მაგრამ არა ყოველ საკრებულოს ხმაზე ცვლიან ხოლმე რაღაცებს და ეს გენერალური გეგმას იმისთვის გამოვიდა ფიქცია საბოლოოდ. ხო, იმისთვის, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა, შემომწირველებმა, მსხვილ ბიზნესში ვინც არიან, ატრიალონ ციკლში ისევ გადასახადების გადამხდელებისგან ამოღებული ბიუჯეტის ფული ტენდერების გზით და ქვეყანა ჩაფლონ სისტემურ კორუფციაში. ეხლა სისტემური კორუფცია რო იყო, ფაქტებით ადასტურებს თვითონ ქართული ოცნება. არ უყვართ მათ ამ სიტყვების თქმა, იმიტომ რომ იდეაში პასუხისმგებლობა ხო მათია. ვისი პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილი? ამდენი წლით რომ გაუშვეს პატიმრობაში სწორედ ფულის მოპარვის გამო და კორუფციაში არის ის ფრხილებული. ხო, თუმცა კალადაზე ბევრს ლაპარაკობთ ოპოზიცია თქვენს და ყველას, მაგრამ ნუ როგორც ჩანს კონკრეტული ფაქტები მის წინააღმდეგ არ არის. ეს ჩანს? მე არ ვიცი, არის თუ არა კონკრეტულად. ხო, არ ვიცი, ყველა რამე ასე თქვა. ხო, აგერ ღარიბაშვილის ციხეში აღმოჩნდა როგორც ხედავთ, თავდაცვის მინისტრის ციხეში აღმოჩნდა, უშიშროების უფროსის ციხეში, მაგრამ კალადზე გარეთ არის. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისაო. ყველაფერს თავის დრო აქვს ცისქვეშეთში, ბატონო მერაბ. არც ღარიბაშვილზე ჩანდა, სანამ მასზე არ გამოგვიცხადებდნენ ბრიფინგით, რომ თურმე ის მის სახში ჯერ ჩხრეკა იყო, შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და შემდეგ პატიმრობაშიც გაუშვეს, ისევე როგორც ლილუაშვილი, ფარცხალაძე საერთოდ ამდენი წელი წასული იყო და მე მახსოვს ის ოფიციალურად თანამდებობაზე
არც იმყოფებოდა უკვე წლების მანძილზე და იქ კოვიდის დროს ატყდა პირველი ამბავი ხო ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკის რომ დაქროდა თავისი მანქანით კომენდანტის საათის დროს, მაგრამ ოდესაც ივანიშვილი შემოსწრება ვინმე საკუთარ კარზე, მაშინ დადგება მისი დრო და საათი, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველას დრო და ყველას საათი მოვა, როდესაც რეჟიმი შეიცვლება, როდესაც ამ ქვეყანაში გვექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, ყველას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისაც ის სამართლებრივად აქვს პასუხი საგები და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასე გაურბის კალაძე და ქართული ოცნების სტილია ეს, რომ პასუხისმგებლობა არაფერზე არ იყოს პოლიტიკური, ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მათ, როგორც ვთქვათ, დააკისრებთ ქართველი ხალხი. ხო, ნუ ამისთვის გზელი გაქვთ ოპოზიციას გასავლელი. ეს გზა ოპოზიციის გასავლელი არ არის მხოლოდ, ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ქართველმა ხალხმა, იმიტომ რომ ოპოზიცია ოპოზიციის თავისთვის არ აკეთებს ამას. ეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ამ ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ქართულ ხალხს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მათ შორის და მე მგონი ეს არის ჩვენი ყველას გასაკეთებელი რამ ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს პარტიებს და ჩვენ გრძნობთ, ოღონდ თავარი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ძალის ირწმუნოს და ის ბრაზი და უკმაყოფილება, რომელიც აქვს რეჟიმის წინააღმდეგ, მიმართოს კონსოლიდირებულად, სწორად არჩევნების დღეს, როდესაც ის იქნება რეჟიმის შესასვლელად, რათა დამთრგუნველი წამლეკავი უმრავლესობით დავამარცხოთ ქართული ოცნება. ხო, და ეს კიდევ სხვა გადაცემის თემა ალბათ რამდენად შესაძლებელია. არა, დიდი გზა გაქვთ რომ თქვით, იმიტომ ვთქვი რომ ეს გზა არის ყველას ერთად გასავლელი. როგორც თქვენ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, როგორც მე გიორგი სიორძეს პოლიტიკოს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ახლა გვიყურებს და გვისმენს, ეს გზა გასავლელი გვაქვს ერთად. კი ბატონო, უბრალოდ თბილისის თემებზე რადგან საუბრობთ, დაუბრუნდეთ ამ საკითხს, თქვენი პარტია არის ხო საკრებულოში, თქვენ წავნიშნეთ ორი კაცი ადამიანით ხართ წარმოდგენილი და იქ რამდენად შესაძლებელია ასეთ პრობლემებზე ის მოგვარებაზე მსჯელობა რეალურად ანუ საკრებულოში და რამდენად შესაძლებელია რომ ოპოზიციამ რაღაც შესთავაზოს ხელისუფლებას როგორ უნდა მოგვარდეს თუნდაც ეს პრობლემა და ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინოს. ხო, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციას საერთოდ წარმომადგენლობით ორგანოში ნებისმიერში და ყოველ შემთხვევაში ისეთ იმაზე უკეთეს ქვეყნებშიც კი ვიდრე დღევანდელი საქართველოა სამწუხაროდ. ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის პირდაპირი ბერკეტები არ აქვს, ხო, როდესაც ის უმცირესობაშია. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ოპოზიციის ყოფნას, ხო, ნებისმიერი ოპოზიციის, ხო, ხელისუფლებას თავისი ინიციატივები აქვს ხოლმე ნორმალურ ქვეყნებშიც და იმას იღებს თავისივე უმრავლესობით. მაგრამ ოპოზიციის დანიშნულება და მისი საქმიანობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისაუბროს პრობლემებზე, ამხილოს და ქართული ოცნებაც ხშირად სხვათა შორის რეაგირებს იმაზე, იმ თემებზე, რომელიც წამოიწევა ხოლმე ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოება წევს ამაზე საკმარის ტემპერატურას, ხო? ეხლა ნიკა ჩერქეზიშვილი ვახსენეთ, ვატო სურგულაძე ვახსენეთ, ხო? გუშინ ღამიდან მოყოლებული მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა წერტილას, ყველაზე მწვავე პრობლემები სადაც იდგა ამ უხვინ ალექის გამო, იქ იმყოფებოდნენ, დღესაც ქუჩაში არიან და სხვა პრობლემებიც ახლა გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და აი ამ პრობლემებისა მილიონი გამოწვევა არის ამ ქალაქში, ხო? ახლა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 14 სკოლა გვაქვს დედაქალაქში, საჯარო სკოლა, რომელსაც არ აქვს საკუთარი შენობა. და აწვალებენ ადამიანებს, აწვალებენ მშობლებს, ბავშვები მესამე ცვლაში სწავლობენ, 35 წუთიანი გაკვეთილები აქვს. ამაზე თუ არავინ არ ისაუბრებს, ამასთან წვდომა და შეხება თუ არ ექნება, ხო და შესაბამისად არ გამოიწვევს შესაბამის ადეკვატურ რეზონანსს, ხო, ქართული ოცნება ძალიან კარგად შეიტკბობს სულ ყველაფერს. რა თქმა უნდა, როდესაც ხალხის ხმა უფრო ხმამაღლა ისმის და ამაში არის ჩვენი დანიშნულებაც, ხო, ბუნებრივია, რომ საზოგადოებასთან ვისაუბროთ, მათ გვერდში დაუდგეთ და რაღაცა ორგანიზებული სახე მივცეთ ხოლმე ამ ყველაფერს. მერე უწევთ ხოლმე ყურის შებერტყვა და თუ არ უწევთ, მერე შესაბამის ფასსაც იხდიან ხოლმე, ხო? და კარგად იციან ქართულ ოცნებაში, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება თქვან ოფიციალურად და საჯაროდ, რომ ხალხის ძალა არის ის,
რისაც ყველაზე მეტად უნდა აღიშვინოდეს ნებისმიერ ხელისუფალს. ოპოზიციას როგორ წარმოუდგენი ამ პრობლემის მოგვარება? თუნდაც ესეთი ვთქვათ წყალმოვარდნების თბილისში, ანუ ყოველ გაწევებაზე ასეთი ასე ვთქვათ ძალიან წყალდიდობა არ ხდებოდეს თბილისში. უხეში სქემით რომ ვთქვათ, ხო, სქემატურად რომ წარმოვადგინოთ, ხო? კორუფცია არ უნდა იყოს. იმიტომ რომ კორუფცია, როდესაც არის ფაქტორი, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არ არის ხარისხი, იქ არ არის ზედამხედველობა, იქ არ არის კვალიფიკაცია და არ არის შესაბამისი კომპეტენცია. გვახსოვს ჩვენ, ხო, ეგ სახუმაროდ იყო გუტენტრაკენის სტანდარტით რომ აშენებდნენ ხოლმე და დიდი ის იყო გავრცელებული ერთი მხრივ სასაცილო, მაგრამ სინამდვილეში სატირალი ამბები, როგორ ხორციელდება პროექტები, ხო, ვის აძლევენ სხვადასხვა საკითხზე, ახლა გინდა ვაკის პარკის რეაბილიტაცია ავიღოთ და ის ტრაგიკული შემთხვევა რო მოხდა, გნებავთ ავარიული სახლები იყოს თუ ტენდერებით, რა თქმა უნდა, კორუფცია, იმიტომ რომ ამიტომ ყველაფერი უხარისხოთ გეთდება. ყველაფერი უხარისხოთ, ანუ ეს განვმარტოთ მაშინ რას ნიშნავს, ხო? როდესაც არის კორუფციული ინტერესი, როდესაც ტენდერს აგებ კონკრეტულ პირზე, იმიტომ რომ იმისგან გაქვს ინტერესი. შენთვის ხარისხი და კომპეტენცია უკვე აღარ არის პრიორიტეტი, ხო? და როგორი ხარისხითაც აკეთებენ ბევრ ამას, ხო? ზოგიერთი რამ შეიძლება ჩვენ მოგვეწონოს, ხო? ვიზუალურადაც შეიძლება მოგვეწონოს. მაგრამ ძირითადად რაც ხდება, ხან ტრაგედიას იწვევს, ხან დატბორვას იწვევს, ხან ავარიული სახლი ინგრევა, ხან ადამიანებს სკოლაში ბავშვებისთვის არ აქვს შესაბამისი განათლების მიცემის შესაძლებლობა, საჯარო სკოლებზე ვსაუბრობ. აი ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ქართულ ოცნებაში არ აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა. როდესაც შენთვის პრიორიტეტი არის ფული, როდესაც შენი მატერიალური ინტერესი, ნეპოტიზმი, როდესაც არის საჯარო სტრუქტურებში და როდესაც მატერიალურ ეკონომიკურ საკითხებზე გაქვს კორუფციული ინტერესები, ამ შემთხვევაში ბუნებრივია არ არსებობს არც ერთიანი ხედვა, არც დიდი სურათის განჭვრეტის შესაძლებლობა და არც მომავლის და პერსპექტივის დასახვის რესურსი. შესაბამისად, როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, ოპოზიციის მხრიდან თუ არის ხოლმე ინიციატივა, იმას ავტომატურად ბლოკავენ, რომ ქულები არ დაიწეროს ვინმე და თავად დაიწერონ ქულები და ამას ყველაფერს აქვს საბალალო შედეგები. ჩემამდე არ გაკეთებულაო არაფერი ამ მიმართულებით, თუმცა ვარაუდოდ გულისხმობს წინ ხელისუფლებას და ასევე ქართული ოცნების პერიოდსაც, როცა ნარმანია იყო მერი, მაგრამ თვითონ ხა 10 წელია მერია ხო უკვე და ხო მარტივი კითხვა არის, ხო ხა 10 წელი რო ხარ, მოგეგვარებინე ეს პრობლემა, ხო ყოველ წელიწადს რო არის. მაგრამ ნუ მას აქვს ეს განმარტება, რომ ეს ხა კომპლექსში კეთდება, ასე ვთქვათ, გზის დაგებები, რეაბილიტაცია და მასთან ერთად, მაგრამ ნუ ალბათ პრიორიტეტი ხომ განსაზღვრა ხარ რა არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი და აუცილებელი არ არის ყველგან კაპიტალურად გააკეთო გზა, ხო? ის ან თვითონ თქვა წინა ჯერზე, რომ ამოვსებულია, გატენილია, ზოგი დაძველებულია და ასე შემდეგ და მე ამას გეკითხებით, ამიტომ რა თქვენ რო ყოფილიყავით ესე უცებ გააკეთებდით, რასაც კალაძე ამოსო შეუძლებელი იყო. თქვა თუნდაც 10 წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება. ხო, ჯერეთი კალაძე უკვე არის მესამე ვადაზე წასული მერობის და არ ვიცი, მე მგონი ქართული ოცნების პირობებში ნარმანიას პერიოდზეც უნდა იყოს პასუხისმგებელი. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? საპარკინგე სივრცეები ამ ქალაქში. ჯერ გააგდეს სიტი პარკი და სიტი პარკი გვახსოვს, ხო, როგორ რეპუტაციითაც სარგებლობდა ამ ქვეყანაში. ამის გამო ისევ ჩვენ გადაგვახდებინეს ჯარიმა, მაგრამ შემოიყვანეს თბილისი პარკინგი, რომელიც იმავეს აკეთებს. და კიდევ უფრო მეც მილიონობით ლარის შედის ბიუჯეტში ჯარიმებიდან საპარკინგე სივრცეები რეალურად არც საკმარისია, არც ორგანიზებულია, გააორმაგეს ზოგ შემთხვევაში გაახუთმაგეს ჯარიმები და პრობლემა ისევ რჩება პრობლემად. ის დაპირებები, რომლებიც ჰქონდათ, რომ აეშენებინათ ზოგი მიწისქვეშა და ზოგი კიდევ უფრო მეტად ცენტრალიზებული საპარკინგე შენობა ნაგებობები, ისინი საერთოდ არ აშენდა, გაქრა, თითქოს არც არსებულა. ახლა ცენტრალურ პარკს გვპირდებოდნენ,
რა ხდება იპოდრომზე, იმასაც ვხედავთ, ხო? რამ ხელად სათამბჯენების აშენებას აპირებდნენ, ლაგუნა ვერეს გვპირდებოდნენ. ეს დაპირებები მათგან ყველაფერი გვახსოვს. ეხლა უცებ და ერთ დღეში გაკეთება, ეხლა ეს არასერიოზული არის, ბუნებრივია, მაგრამ ინგლისელებს აქვთ ესეთი გამოთქმა, first things first. პირველადი საკითხები პირველ რიგში. უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, ამხელა ბიუჯეტი რო აქვს ქალაქს, უნდა იყოს მიმართული მიზნობრივად მაქსიმალური ოპტიმალურობისა და ეკონომიურობის დაცვით და ის ფული, რომელიც იფლანგება, იხარჯება და მიდის ბევრი ადამიანის ჯიბეში, უნდა გამოყენებული იყოს ხალხის საკეთილდღეოდ. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სატრანსპორტო სისტემის მოწყობისთვის, გზებისთვისაც ოღონდ არა ისე, როგორც მათ გააკეთეს, რომ ყველა წვიმის მოსვლაზე გვეშინია საერთოდ წყალი არ შემოგვივარდეს სახლში და როდესაც ესე გასწორდება საჯარო მმართველობის მოდელი, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რაღაცა ბირთვული ფიზიკა არ სჭირდება ამ ყველაფერს. ამას სჭირდება პატიოსანი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და პატრიოტი საჯარო მოხელეები, მაგრამ თევზი თავიდან ყარს. არის ესეთი გამოთქმაც, და როდესაც თავი არის მომპალი ამ სისტემის, როდესაც ყველა ქვედარგოლი უკვე ხრწნას იწყებს, ამ შემთხვევაში ვიღებთ იმ შედეგებს, რომელზეც გვაქვს თბილისში და ანალოგიურად სამწუხაროდ რეგიონებშიც. ხო, რაღაც თითქოს მოუგვარებელ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი, არ ვიცი ხა რეალურად რამდენად შესაძლებელია, მართლა ასეთ ნალექს გაუძლოს სისტემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავად მერის აღიარებით, როცა გაჭედილი არის სანიაღური არხი, მინიმუმ მას გაწმენდა ჭირდება და რეგულარული გაწმენდა ჭირდება და ყველაფერი არ შეიძლება თქვა რაღაც წინამორბედებს დააბრალოს. ხო, ვინც ყავთ დასაქმებული და რამდენი შტატი აქვს და რამდენი შტატგარეშე აქვს და მთელი ქართული ოცნების აქტივი და არჩევნებზე რომ იყენებენ ხოლმე ის ხალხი, აი, მაგაზეც გაგვცეს ბატონმა კალაძემ პასუხი პირველ რიგში რა და მერე ისაუბროს იმაზე რა არის შესაძლებელი და რა არ არის შესაძლებელი და ერთ დღეში როგორ შეიძლება და სხვა მისი წინამორბედებმა რას უცოდავდნენ და როგორი ფრთიანი ანგელოზია თავად. სიტუაცია მივიღეთ ისეთი, რომ როგორც კი ცოტა ისეთი ძლიერად გაწვიმდება, ხალხს გამოსვლა ეშინია ქუჩაში უკვე. ეს ხომ ფაქტია. ამას გამოსვლის ეშინია. ხო, ამას თუნდაც აი ქართული ოცნების ყველაზე მიამიტი ამომრჩევლების ხო მაინც და მაინც იმედიდან და რუსთავი 2-დან და პოსტივის ეკრანებიდან ხო არ უნდა იგებდნენ, არა თვითონაც ხო აქ ცხოვრობენ. ხო გადიან, რა ვიცი, მანამდეც ხო უცხოვრიათ, მე არ მახსოვს ასე რომ ყოველ გაწვიმებაზე ქალაქი იტბორებოდეს. რავი, რამდენიმე წლის წინაც არ მახსოვს თუნდაც. და არაფერი ისეთი განსაკუთრებული წვიმა არ ყოფილა, ძლიერი წვიმა იყო, განა ამას უარყოფ. მაგრამ ისეთი არ არის, თბილისს არ ახსოვს არასოდესო. გარემოს ეროვნულ საკითხს ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების ბრალია ესო, უფრო კლიმატის ცვლილების ბრალი მეტი ნალექი მოდის ერთ მონაკვეთში. ერთ მონაკვეთში არა, იმ მონაკვეთს გააჩნია, როდესაც ბეტონს გადაასხა მიწას, იქ მიწამდე არ ჩადის ის წყალი, რომ შეიწოვოს ისევ მიწამ. ამაშია პრობლემა. ბეტონზე დადის და მერე გუბდება და დგება. და ვიღებთ იმ ვენეციას, რომელიც გუშინ დატრიალდა თბილისში. ამაშია პრობლემა. ისევ სანიაღვრე, სადრენაჟე სისტემების, გზების და წვიმის კოლექტორების არასათანადო ან არასაკმარისი არსებობა და ის არ მიდის იმ მიმართულებით, სადაც უნდა მიდიოდეს მიწაში. არც მტკვარში მიდის, ვერ ასწრებს. და ვიღებთ კოლაფსს.